აბა გავიგოთ, ორაკული გულთა მაგია რა რჩევას მოგცემთ, რა ენერგიებში იქნებით დღეს. პირველ რიგში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ფრთხილად იყავით, მაგრამ ნუ შეშინდებით, იყავით შინაგანად მამაცები, ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის ან თქვენი არაკეთილმოსურნეებისთვის, სწორედ ბუმერანგის პრინციპი გაიღვიძებს და რაცაც დასთესენ, იმას მოიმკიან თქვენი არაკეთილმოსურნეები. ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თქვენს გეხებოდეთ, გადახედეთ თქვენს საქციელებს. პირდაპირ მნიშვნელობით, თუნდაც მაღალი ძალებისგან მიიღებთ კარგ გაკვეთილს, რომელიც თქვენ სამომავლოდ წაგადგებათ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს კოლეგა, უფროსი, მეორე ნახევარი თუ ოჯახის წევრი ან მეგობარი, ნუ მისცემთ იმის საშუალებას ადამიანს, რომ თქვენზე მოახდინოს манипуляცია ან ძალადობა, აი პირდაპირ манипуლირება და თქვენი პირადი საზღვრების უხეში დაცვა. გაითვალისწინეთ, ნუ გექნებათ შინაგანი შიში, ნუ გექნებათ შიში დაკარგვის. ნუ გეჩვენებათ იმისა, რომ ის სხვა ადამიანი არის თქვენზე ძლიერი. ნუ აძლევთ იმის ძალას და იმის ენერგიას, რომ მოახდინოს თქვენზე манипуლირება. კაცრად დაიცავით თქვენი უფლებები, თქვენი პირადი სივრცე და როცა არის საჭირო, თქვით მტკიცე უარი, ნუ შეგეშინდებათ, არ იგრძნოთ თავი მსხვერპლად. ყველანაირად ეცადეთ ასევე, რომ თუ ეს თქვენთვის მართლაც მიუღებელია და თვლით, რომ არ იქნება სასიკეთო, ყველანაირად მოერიდეთ ასევე კონფლიქტურ სიტუაციებს. მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ესეთ რაღაცას, ქალბატონებისთვის განსაკუთრებულად იქნება ეს რჩევა, დააკვირდით თქვენ საქციელს მეორე ნახევრისგან, ზედმეტად ხომ არ ითხოვთ მისგან რამეს. ან დღეს შესაძლებელია გაგიჩნდეთ მსგავსი კაპრიზები, ასე რომ ასჯერ დაფიქრდით და შემდგომ მიიღეთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ ეს არის საჯარო რჩევა, მოარგეთ თქვენს სიტუაციას და თქვენს ცხოვრებას. მე კი გისურვებთ მეტ სითამამეს, მედგრად და თამამად თქვით უარი, დაიცავით თქვენი უფლებები, თქვენი პირადი სივრცე. არავის ამ ქვეყანაზე არ მისცეთ იმის საშუალება, რომ თქვენზე მოახდინოს манипуляცია. რაიმე სახით შეურაცხყოფთ, ან თუნდაც ფიზიკურად შეგეხოთ. პირველ რიგში დაიცავით საკუთარი თავი და შემდგომში თქვენს ირგვლივ ყოფი ადამიანები, ვისაც ეს სჭირდება. ასევე პირდაპირ გაფრთხილება წამოვიდა, რომ თუ იქნებით რაიმე სახის ინციდენტის მოწმე, ან თუ ადამიანს დასჭირდება დახმარება, ნუ დახუჭავთ ამას თვალს. იყავით მეტად მამაცები. მე ბედნიერებას გისურვებთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევა. მომავალ შეხვედრამდე.